Koalitsiya ცვლილებისთვის წარმომადგენელი დავით ჟავანაძე ჩვენთან და დავით გამარჯობა და მადლობა რომ შემოგვერთით. დავით, მოდით ჩვენი ინტერვიუც BBC-ს რეპორტაჟში გაჟღერებული ინფორმაციის და მეტიც ქართული ოცნების მისამართით მძიმე ბრალდების შეფასებით დავიწყოთ. აი ხელისუფლების საპასუხო განცხადებები უკვე მოვისმინეთ. მათი პასუხია რომ ეს არის ჭორიკანა ქართველების მონათხრობზე აწყობილი სიუჟეტი. ხა რიგი პოლიტიკოსის აზრით თუ რამე უფრო აღრმავებს ეჭვს რომ BBC-ს გამოძიება ეფუძნება სიმართლეს ეს არის სწორედ ქართული ოცნების ლიდერების რეაქცია. თქვენ რას გეუბნებათ ხელისუფლების რეაქცია? მართლაც ძალიან მძიმე ბრალდების წინაშეა ქართული ოცნება. რამდენად ახერხებს დღევანდელი ხელისუფლება დაამტკიცოს რომ BBC-ზე მოყვანილი ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ხო, აი ეს არის სწორი შენიშვნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აი ამდენი რესურს დებენ პროპაგანდაში, აქვთ მთელი, ასე ვთქვათ, სახელმწიფო სისტემა მისაკუთრებული იმისთვის, რომ თავისი სასარგებლო აზრი გაავრცელონ საზოგადოებაში და შავზე თეთრი ამტკიცონ და თეთრზე შავი, აი ამს ამბავმა ჩვენა უცებ ჩამოიშალნენ, აიხლარდნენ ისეთნაირად, რომ აი ურთიერთ გამომრიცხავი განცხადებები აკეთეს 24 საათის განმავლობაში. მაშინ როცა მაგალითად ყოფილი მინისტრი გომელაური გამოიყვანეს და ჯერ რა თქმა უნდა, რომ კი გქონდა, ჩვენ არ ვიყენებდითო, ეს თქვა კაცმა, რომელიც არის მაგნიტსკის აქტით დასანქცირებული ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო და თურმე ამ კაცს უნდა ვენდოთ სიტყვაზე, რომ ჰქონდათ მომწავლელი ნივთიერება შენახული მარაგში, მაგრამ არ იყენებდნენ და თურმე წინა რეჟიმი იყენებდა თუ რაღაც ეს აბსურდული ხაზი განავითარეს და მეორე დღეს გამოიყვანეს მოქმედი მინისტრი და იმან თქვა რომ საერთოდ არ ქონიაო ეს მარაგში მსგავს ნივთიერება. ეხლა ძალიან მარტივი არის, ხო, აი თავიდან მე ცოტა სკეპტიკურად შევხედე ამ ბრალდებას, რომ აი რამე გადამეტებული ხო არ არის, რომ მართლა რაღაც გაზვიადებასთან ხო არ გვაქვს საქმე, მაგრამ ამ პასუხებს რომ დავაკვირდით, არც ერთჯერ არ თქვეს ის რა გაურიეს ამ წყალში, არც ერთჯერ არ უარყვეს ნორმალურად ეს ბრალდება და დამაჯერებლობა ვერ გამოასხივეს და არანაირი ნათელი ამ ამბავს მაგათმა ვერ მოფინეს და ეს რა თქმა უნდა უკვე ადასტურებს იმ ყველაფერს, რომ ხო რაღაცა ისეთი გაურიეს, რომელიც ან მართლა კამიტი იყო ეს მომწავლელი ნივთიერება, რომელიც პირველ მსოფლიო ომის დროს იყო გამოყენებული, ხო? ან რაღაც უარესია გამოყენებული. მინისტრი გელაგელაძე ამტკიცებს, რომ უწყებას არასდროს შეუძენია ეგრეთ წოდებული კამიტი და როგორც ის აცხადებს, წინა ხელისუფლების დროს სხვა სოფინური ნივთიერება იყო შესყიდული, თუმცა არა ბრომო ბენზინის. ქვან რა ნივთიერება იყო? მეტიც დავით, აი გელაგელაძე გუშინ გააკეთა მედიასთან კომენტარი, რომ აქციების დროს არანაირი ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება არ ყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გამოყენებული. ეს პასუხები დამაკმაყოფილებელია. რატომ არ არის საკმარისი ეს განმარტება? ჯერ ერთი მაგ დროს მინისტრი გომელაური იყო, რომელმაც დაადასტურა, რომ ჰქონდათ ეს ყველაფერი მარაგში გამოყენებული და მაშინაც და დღევანდელმა მოქმედმა მინისტრის მოადგილე დარახველიძემ პირდაპირ თქვა შარშან 30 ნოემბერს, რომ კი რაღაცა შერეული იყო ნივთიერება. ან რა თქმა მაგათი ლაპარაკი, ვინც იმ აქციაზე ვიდექით, ყველამ ვიცით, რომ ეს რაღაცა თეთრი ლაქები, რაც ან წყლის მოსხმის შემდეგ გვემჩნეოდა ტასტაცმელზე და სახეს რო წვავდა და მეორე დღესაც კი, როცა ხალხი არ იდგა რუსთაველის გამზირზე, იქ აურობაში გავლა და სულ არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ წვავდა სასუთხგზებს. ისეთი რაღაც იყო გასხმული. ეს ხო ჩვენი თვალით ნახეთ ყველა, ანუ ამაში ეს სადაო არც არის. ეხლა მოქმედი მინისტრი რასაც ამბობს, ეს საერთოდ აბსურდი არის. მაგიტომ ვიძახი, რომ პროპაგანდაში ძალიან აიხლარდნენ და ეგ ადასტურებს იმას, რომ ბრალდებაც გამოითქვა არის სწორი, რომ წინა მინისტრი ამბობს, რომ ქონდა, ეს მინისტრი ამბობს, რომ არ ქონდა. მაშინ გითხრან რა გაურიეს საერთოდ წყალში, ან რა გამოიყენეს, საერთოდ რაღაც რო გამოიყენეს, ეგ არის 100%-იანი ფაქტი. მათ მოადგილეს აქვს ერთ ნათქვამი, ხო, და რახველიძეს აქვს დადასტურებული, რომ წყალში გაურიეს რაღაც და ეს ყველა ნახეთ. და არც ერთ მინისტრს არ უარყვია, ეხლა ეს გელაძემ რაღაც ბოლოს გადააკეთა ეგ ამბავი. აი თქვენ რა გაურიეს? რა ნივთიერება იყო იმ წყალში გარეული? ისეთი რაც გაურიეს და არის კანონმდებლობით გათვალისწინებული, ხო იცი? რა თქმა უნდა, მსგავსი ან კამიტი აქვს გამოყენებული, ან ვარესი აქვს გამოყენებული და ამიტომ მაგას ვერ იძახიან და შესაბამისად მთელი ეს ბრალდება ძალიან ადეკვატური არის და ძალიან დასაბუთებულია და დამაჯერებელი არის და ეს ქართული ოცნების პროპაგანდა, რომელიც ძალიან ისე გამოიყურება ხოლმე ვითომ უძლეველი, აი ისე ჩამოიშალა და ჩამოიფშნა ამ ამბავზე, რომ რავი, ყოველი დღე უფრო მეტად ადასტურებს იმას, რომ სწორი ბრალდებაა. სუსმა აღძრა საქმე და თქვენ ეს იცით, ორი მუხლით, ეს მუხლებია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება და უწყებაში გამოკითხვაზე იმ ადამიანების დაბარება ხდება, რომლებიც აი BBC-ს რესპონდენტები იყვნენ, მათ შორის გუშინ საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა ექიმი პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი, ისე როგორც აი ამ წუთებში
ოჯახებში მიმდინარეობს ასევე სასამართლოში მისი ძმის, ასევე ექიმ პედიატრ დავით ჩახუნაშვილის გამოკითხვა. სუსში დაიბარეს ზვიად მაისაშვილი, რომელსაც საპროტესტო აქციების დროს რუსთაველზე მეტროსთან სპეცრაზმის თანამშრომელი ფიზიკურად გაუსწორდა და BBC-ს ფილმის ერთ-ერთი რესპონდენტი ასევე ამავე დროს კი დაკითხვაზეა დაბარებული აქციის კიდევ რამდენიმე დაშავებული აქტივისტი. მოკლედ, რა მიზანი აქვს სუს თქვენი აზრით ეს მინდა გკითხოთ, სიმართლის რეალურად დადგენა თუ რაღაც სხვა უნდა ხდებოდეს და უნდა იყოს მიზანი. მანდ დავამატებ, რომ გელახასაიას ვერ იბარებენ დაკითხვაზე, იმიტომ რომ უკვე დაკავებული ყავთ აბსოლუტურად მოგონილი ბრალი და კიდე ის ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო ამ ფილმის, ხო? ანუ ამას ეხა რა მიზანი აქვს? არაფერი, ეს არის პროპაგანდის საკვები და რაღაცა იმ სიმულაციის შექმნა თავიანთი ამომრჩევლებისთვის ოღონდ, ხო? იმიტომ რომ აბა ეხა დასავლეთში ვინც მაგას გაიგებს, რომ იმ ხალხის წინააღმდეგ დაიწყეს გამოძიება, ვინც მსხვერპლად არის, ასე თქვა, ამ ფილმში მოყვანილი და არიან კიდევაც ეს ხალხი მსხვერპლი, ეს ხო არავის განცდას არ გაუჩენს, რომ აი რეაგირება მოახდინა ხელისუფლებამ ადეკვატური ამ ბრალდებაზე. არა, ეს არის თავიანთი ამომრჩევლისთვის რაღაცა პროპაგანდისტული ხოლგის და ნარატივის შექმნის მცდელობა, ოღონდ ძალიან წარუმატებელი არის. გესმით, ანუ ყოველთვის რაღაცას ემყარებოდა ხოლმე წარსულში ან რაღაც გამოძიებები ან რაღაცა გადატრიალებების ბრალდებები ან რაღაცას, აი 2% სიმართლე მაინც იყო, გესმით, შიგნით და 98% პროპაგანდა, მაგრამ 2% მაინც იყო სიმართლე. აქ არის 100%-იანი ტყუილი, აი უბრალოდ ადგნენ და ისეთ რაღაცას ბოდავენ და ისეთ რაღაცას აბრალებენ. ნახავთ, აი რატო ეს საუბარეთ და რატო ითანამშრომლეთო მტრული სახელმწიფოს მტრულ ორგანიზაცია, ანუ BBC-ზე არის საუბარი და ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელზე არის საუბარი, ანუ ამათვის ვინ არის მტრული ორგანიზაცია და მტრული სახელმწიფო, ეგეც კარგად ჩანს. ხო და ეს დაბარებები მაგას ემსახურება, მეც არ ვთქვი, ეგრე ობიექტური გამოძიება იყოს დარახველიძე, ეს ministris მოადგილე, რომელიც სანქცირებული არის. ეგ კაცი რატო არ დაიბარეს ამდენი ხანი გამოკითხვაზე, რომელმაც პირდაპირ აღიარა შარშან, რომ ქიმიურ ნივთიერებას იყენებდნენ, წყალში ურევდნენ. ხო, ანუ მაშინ მაგით უნდა დაეწყოთ საერთოდ დაბარება, მაგრამ ნუ ეს არის პროპაგანდისტვის ეხა საკვები, ეს რაღაც სიმულაციის შექმნა, უბრალოდ ეხა ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რაც არ უნდა დაიბარონ ეს ხალხი, რაც არ უნდა რაღაცა ესენი ატრიალონ ეს ბრიფინგები მართონ პროკურატურაში და რაღაც გამოგონილი მეებში, რაც აქვთ რეპრესიულ უწყებებში, არაფერს არ ცვლის, იმიტომ რომ მე მგონია რომ ეს ბრალდება, რაც მათ მიმართ გაჟღერდა, ძალიან დამაჯერებელია და ყველამ დაინახა, რომ ეს ქართული ოცნება არის, ვითომ ომის პარტიას რო ეძახის ყველას, უცებ აღმოჩნდა, რომ ქართული ოცნება არის ქიმიური იარაღის პარტია და თავად არის ომის პარტია, რომელიც მართლა ომში არის საკუთარ ხალხთან და ქიმიური იარაღის წამლავს. ოღონდ ეგეც რო ვიცოდეთ, მაგას რატო აკეთებდა მაშინ და რატო გამოიყენა, ეგ ძალიან გავს სხვა შორის 20 ივნისის ამბავს, როცა დათვის ტყვეები გამოიყენეს. ანუ პანიკაში ჩავარდნენ, უცებ აღმოაჩინეს, რომ ხალხს ვერ შეშლიან, უცებ აღმოაჩინეს, რომ ხალხს ვერ აჩერებენ. მე თვითონ ვიყავი მაგ აქციების მონაწილე, ხო სხვაზე ხო არ ვყვები. 8-ჯერ რო დაგშალეს, მე-9 მაისს დავუბრუნდით რუსთაველის გამზირზე და ეს დილის 5 საათი იყო უკვე, ანუ ამას ვერ უძლებდა ვერც სახელმწიფო რეპრესიული აპარატი, ვერც სპეცრაზმელები, ვერც ეს გედედეს ხარიბას ხალხი და გადაწყვიტეს, რომ ქიმიური იარაღი უნდა გამოიყენებინა და მიუხედავად მაგისა პროტესტი მაინც უწყვეტია, მაინც გრძელდება 1 წელია და ამან კიდე კარგად უნდა დაგვანახოს ალბათ, რომ მიუხედავად იმ კრიტიკისა, რაც შეიძლება არსებობდეს პროტესტის მიმართ თუ ოპოზიციური პარტიების მიმართ, აი რას გაუძელით მართლა და რას გაუძლო ხალხმა და მაინც როგორი მტკიცია ეს წინააღმდეგობა მიუხედავად ამ ყველაფრისა. ქიმიური იარაღი ბოლოს მანდ რო გამოიყენეს 9 აპრილი მოხდა. და საბოლოო ჯამში აი როგორ ფიქრობთ, ვის შეიძლება ხელი დაადოს ქართულმა ოცნებამ და უშვებთ თუ არა, რომ კონკრეტული პირების, არ ვიცი, ალბათ მაშინდელი მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება გააკეთოს სხვა შორის, ხო, თავიანთი რიგებიდან, იმიტომ რომ აი მაგალითად გუშინ გამოკითხული ექიმი კონსტანტინე ჩახოლაშვილი არ გამორიცხავს ყოველ შემთხვევაში მას ასეთ შთაბეჭდილებას უტოვებს ეს პროცესი, რომ ვიღაც დასაჯონ კიდეც სიმბოლურად და ასე ვთქვათ განტევების ვაცად გამოიყვანონო ამის შესახებ. ნუ ყველაზე ადეკვატური ვარაუდი ის იქნება, რომ ამის გამო გომელაური დასაჯონ, უბრალოდ გომელაურს არ დაჭიან, იმიტომ რომ არის სხვა მხრივ ხელშეუხებელი არის ბიძინასთვის ეს მაგნიტსკის ზოგადად ვისაც სანქცია აქვს ივანიშვილის კარზე, ის ფაქტობრივად ინდულგენცია არის იმისი, რომ გადაურჩება მომავალში ციხეს ივანიშვილის რეჟიმში. და მე ხა არ ვიცი, ხო ეს აღქმა არის კოტეში, ხო როგორც თქვენ აღნიშნეთ, შეიძლება ვიღაცა დასრულება, მე რაც მგონია რომ არც არავის არ დაჟიან, იმიტომ რომ მაშინ უნდა აღიარონ ეს ყველაფერი. მაშინ უნდა დაადასტურონ, რომ გაურიეს ქიმიური იარაღი და ხა ვინ გაურია და ვინ ასე ვთქვათ, ვისე იქნება პასუხისმგებლობა, ეს მე ცალკე მსჯელობის ამბავი იქნება, რა თქმა უნდა, გასაგები იქნება, რომ რეჟიმმა გამოიყენა ქიმიური იარაღი, ამაზე იყო თანხმობა. ჯერეთი რატო ინახავდნენ საერთოდ ამ ქიმიურ ნაერთს? წინა ხელისუფლების დროს იყო შეძენილიო და 2019 წელს და 2022 წელსაც
ჰქონდათ მარაგში რატო ინახავდნენ კონიაკი ხო არა რომ აძველებდნენ და უკეთესი გახდებოდა მე დროთა განმავლობაში ან ინახავდნენ იმიტომ რომ გამოეყენებინათ და გამოიყენეს კიდევაც ეგ კი არა დადასტურებულად შეგვიძლია თქვა რომ ზუსტად იგივე ნივთიერება გამოყენებული აქვს მეორე რუსული კანონის აქციები როცა იყო 2024 წლის გაზაფხულზე იმიტომ რომ მსგავსი ჩვენებები და მსგავსი ასე თქვა სიმპტომები მაშინაც არსებობდა რომ იყენებდნენ სისტემატიკურად დავით რაც შეეხება იმას როგორ აღმოჩნდა BBC-ს ხელში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინვენტარების სია რაზეც თვითონ BBC-ც საუბრობს და რა სიაზე დაყრდნობითაც როგორც აღმოჩნდა საბოლოოდ მივიდნენ კამიტის გამოყენების ვერსიამდე. აი ახლა რთულია რა თქმა უნდა ამაზე საუბარი, თუმცა აი ვერსიების დონეზე ვინ შეიძლება თქვენი აზრით იდგეს აი ამ სიის ამ კონკრეტული მედია საშუალებისთვის მიწოდების უკან. სხვა შორის გუშინ სოციალურ ქსელში ამ კუთხით ირაკლი ღარიბაშვილის სახელმა და გვარმა გაიჟღერა. ხო, რა კავშირი შეიძლება ქონდეს თქვენი აზრით ღარიბაშვილი იქნება ეს თუ სხვა რომელიმე ყოფილ მაღალჩინოსანს BBC-თვის ამ სიის ეს ვარაუდი ზოგადად ადეკვატური ვარაუდია რომ შესაძლოა ამაზე ინფორმაცია მიეწოდებინა ღარიბაშვილს რა ვიცი წესით გახარიასაც უნდა ქონოდა ეგ ინფორმაცია რომ ეს კაცი არ ვიცი საერთოდ რას აკეთებს და რაღაცა იმიგრაციაში არის გაუგებარი მიზნით თორე წესით გახარიასაც უნდა ქონდეს ინფორმაცია მაგაზე ხო თვითონვე იყო მინისტრი და თვითონვე ქონდა წვდომა ამ ყველაფერზე მაგრამ მე უფრო მეტად გონია და რაც სტატიაში პრინციპში ეგრე არის მოხსენიებული რომ მოქმედი თანამდებობის პირების მიერ არის მიწოდებული ეს ყველაფერი აი ამასე თქვა საპოლიციო ძალებში მოქმედი ჩინოვნიკებისგან გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია. ნუ ყოფილი ჩინოვნიკებიც არის. თუ კი ეს ასია, ეს თავის მხრივ რა შეფასების გაკეთების საფუძველს შეიძლება იძლეოდეს. იმის ბზარები არის რეჟიმში, ძალიან მნიშვნელოვანი ბზარები არის რეჟიმში. მაგას ხო ხედავთ ისედაც რომ რეჟიმს უჭირს აი ამ რაღაცა ასე ვთქვათ მისი მონოლითურობის შენარჩუნება. მათ შორის ეს ვითომ კორუფციასთან ბრძოლის კამპანიაც გააჩერეს. ბრიფინგი იყო დღეში 5-ჯერ უკვე აი აღარ შეგვეძლო იმდენი ბრიფინგი იყო ხანუის იჭერდნენ ხავის. ეხლა ხავის აღარ იჭერენ, იმიტომ რომ მაგან ბზარები კიდევ უფრო მეტად გააღრმავა, ანუ განმტკიცება და კონსოლიდაცია კი არ გამოიწვია ივანიშვილის რეჟიმის მეტი ბზარი გააჩინა და მეტი ასე ვთქვათ ზიანი მიაყენა და საერთოდ არ არის გასაკვირი და აი 100% შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ მოქმედი ჩინოვნიკები ისევ არიან სისტემაში ისეთები რომლებმაც მსგავსი ინფორმაცია გაიტანეს და მიაწოდეს BBC-ს. რადგან BBC პირდაპირ წერს და პასუხისმგებელი არის მაგაზე რომ წერს ხო იმიტომ რომ ეხლა ესე უბრალოდ ჰაერში არაფერი არ იწერება და რაც შეეხება ყოფილ თანამდებობის პირებს მან და არის თავად იმ სტატიაში და ფილმში შერგელაშვილის გვარია ნახსენები თავად ეს ამერიკაში წასული რა ქვია იმ შაიშმელაშვილიც ხო ანუ ეს ხალხის გასაგებია რომ ეს კრედიბილური წყარო არის ამ შემთხვევაში მაგრამ მოქმედებს აქვს ეს ინფორმაცია მიწოდებული და ეს მე მგონი თვითონ რეჟიმისთვისაც უნდა იყოს ნიშანი რომ ისე არ არის საქმე როგორც წარმოუდგენელი. დავით სხვა საკითხებიც არის შეფასების საგანი და ახლა ცოტა დრო მოდით სხვა თემებზეც მათ შორის ისევ არ კარგავს აქტუალურობას ის რაც ვნახეთ ალეკო ელისაშვილის მონაწილეობით სხვა შორის მიხეილ ყავილაშვილმა გააკეთა გუშინ მედიასთან განცხადება და თქვა რომ ალეკო ელისაშვილის ქმედება და BBC-ს ფილმი უნდა განვიხილოთ ერთიან კონტექსტში, ვინაიდან ორივე ტერორისტული აქტია დარწმუნებული ვარ დაკვეთა იყო ელისაშვილის მიმართ, დაკვეთა იყო BBC-ს თემაშიო ამბობს ყავილაშვილი. რამდენად არის ეს ორი თემა დასანახი და განსახილველი ერთიან კონტექსტში, მით უმეტეს კი ტერორიზმის კუთხით. ბოდო არის რა შუაში არის ალეკო ელისაშვილი BBC-ს გამოძიება რომელიც რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და ყველა ასე ვთქვათ იცოდა მათ შორის მონაწილე მხარეებმა და პერსონაჟებმა მაგ ფილმში რომ ამაზე BBC მუშაობდა და ალეკო ელისაშვილის ასე ვთქვათ ეს ქმედება ნუ ჯერ ერთი საერთოდ არ არის კარგი ქმედება პირდაპირ მინდა დავაფიქსირო რომ ძალიან სამწუხაროა მაგრამ რაც გააკეთა სამწუხარო ამ ზიანი მიაყენა თავის თავს ოჯახსაც და ტერორიზმი BBC-ს და რამდენად არის ტერორიზმი თუ ვინმე არის ტერორისტი და თუ აი რაიმე ტერორისტული ორგანიზაცია ამ ქვეყანაში არსებობს, ეს არის ქართული ოცნება, რომელიც ქიმიური არახსაც იყენებს მისი მოქალაქეების წინააღმდეგ, წამების მეთოდებსაც იყენებს და რაღაც მიკროავტობუსებში აწამებს ხალხს უსტად ვიცით და იტაცებს ქონებას და ხალხის დაშინებით და რეპრესიებით სულგმულობს. მეტი არაფერი, ანუ ერთადერთი ტერორისტული ორგანიზაცია ამ ქვეყანაში არის ქართული ოცნება და ბიზნესა ივანიშვილი და ალეკო ელისაშვილის ცუდ და აი დიდ შეცდომას, რაც მან დაუშვა, ტერორისტული აქტის კვალიფიკაციას ვერაფერ ვერ მიცემს და სხვა კვალიფიკაცია ნამდვილად ეკუთვნის და სამწუხაროა ეს რა კვალიფიკაცია, აი რა და როგორ ფიქრობთ რა შეიძლება იყოს ის მიზეზები რის გამოც ელისაშვილი ამ ნაბიჯამდე მივიდა უამრავი კითხვა ახავს მართლაც ელისაშვილის ქმედებას თუმცა ერთ-ერთი კითხვა არის ასეთი თუ კი ეს იყო მისი როგორც ერთი მოქალაქის და ერთი პოლიტიკოსის ასე ვთქვათ ღია და საჯარო პროტესტი უსამართლო სასამართლოს მიმართ მაშინ რატომ ეკეთა ნიღაბი არის თუ არა ამ კითხვაში ლოგიკა
ძალიან ბევრი გაუგებრობა არის. ალბათ ორი ვარიანტი, ერთი ის რაღაც სასოწარკვეთა მიიყვანა აქამდე და ესეთი ნაბიჯი გადაადგმევინა, მეორე ის შესაძლოა რაღაც გარკვეული შანტაჟის მსხვერპლი ყოფილიყო და ამით რაღაცა შეიძლება მისი ახმით კიდევ უფრო უარესი აიცირა მისი თავისთვის და ესეთი რაღაც გააკეთა. მე არ ვიცი, ხა მე რასაც დავეყნობი, ეს არის თავად მისი სიტყვა სასამართლოზე, სადაც ის აღიარებს ამბრალს და რაღაცნაირად ასე თქვათ ამაყობდა კიდევაც, ხო და ნუ ძალიან სამწუხარო არის რაც მოხდა, არ ვიცი ბევრი დეტალი რატო გააკეთა ეს ყველაფერი, ეს ნიღაბი რატო ეკეთა, ანუ ეს არაფერში არ ჯდება მოკლედ ეს საქციელი რაც მან განახორციელა და ძალიან სამწუხარო არის, უბრალოდ ტერორიზმი ეს ნამდვილად არ არის, რა ვიცი, შეგვიძლია რაღაც ქონების დაზიანებად გავიყალოთ ან რაღაცა ძალადობად გავიყალოთ, თავი ათასნაირი კვალიფიკაცია შეიძლება უძნოთ, მაგრამ ტერორიზმი ნამდვილად არ არის და ყავილაშვილის განცხადებას რაც შეეხება მართლა რაღაცა სრული პოლიტიკური გაუგებრობის და სიცარიელის, რა შუაში არის BBC და ის ალიკოლისაშვილი ერთმანეთთან, რამის თვალის დაბნელებას მივაბათ მაგას და რაღაცა უფრო მისტიური სურათი შეიქმნება. რა შუაში არის? ძალიან მარტივი ამბავია, BBC-მ გამოიძია ის და ახსნა ის და მოფინა ნათელი იმ ამბავს, რასაც მალავდნენ საგულდაგულოდ და დღეს რო გამოვიდა სააშკაროზე, ვერაფერს ვეღარ პასუხობენ ამ ყველაფერს. აი აბსოლუტურად დამაჯერებლები არიან, ჩამოეშალათ ეს იმედი ხან გომელაურის იმას დებდა პოსტებს და ქარდებს, რომ თურმე ნაციონალურ მოძრაობის დრო შეძენილი იყო ეს და მეორე დღეს აქედან 12 საათში ამ გეკა გელაძის თუ რა ქვია მაგაც მაგის იმეებს დებდა განცხადებებს, თუ საერთოდ არ შეგვიძენიაო. ნუ აი ახლა რთული არიან ყველაფერში. ამიტომ არაფერი არ ეს ყავილაშვილის განცხადებაც მათი სიზუსტის დემონსტრირება არის და მე მაგ დამაჯერებლობას კიდევ უფრო მეტად აღრმავებს. თუმცა ყავილაშვილი ისეთი კაცი არის, ჭკვიანურიც რო თქვას, მაინც არ დაეჯერება და მე თუ მე მადლობა დავით, მადლობა იმისთვის რომ მოხვედით და უპასუხეთ ჩვენს კითხვებს.